აი აგადავხტები, კაი. ბიჭო, წესით ღმა უნდა იყოს. აუ, ეხლა ჩემი მტერი ჩავიდეს $800 მაგაი დაბასუმაში. ხაკუნი. სივად გასწორება, ხოლო ჩემთან. ის ნახე რა ვიცი, მაგარ ვიცი. ხო არ გადაობ, ესაა 9 სხენის ზალიანი? კი, ამით ვიარე და ძალიან მაგრად ადის, თან ელექტროროა ადგილიდან, არის ძალიან ეფექტური. ელექტრო ადგილი. თან ნიუტონმეტრი ექნება ძალიან დიდი. და ნასკები და ნამბოყრის ეს სავარაუდოდ. მოიცა, ესაც მსგავსი მოდელია და ამას რამდენი ცხენი? ტექნიკურად არ განსხვავდება და ორივე გამოიმუშავებს 355 ცხენის ძალას. ცხენი არ ვიცი, მაგრამ ამბობენ რომ ძალიან ეკონომიურია. მე მგონი 4 ლიტრა ნახევარს წავსო თუ არ ვწდები რა. ჰიბრიდული სისტემა. ჩემი სუპრას 4 ლიტრ ნახევარს წავს. როგორ რანაირად? ბენზინს 20 ლიტր სპირტს. 20 ლიტრი სპირტი. რეალურად 4 ლიტრა ნახევარი უწერიათ ხოლმე, მაგრამ რო იყიდი, მე 10, 11, 12 ისე უბრახუნებს, ვერ წარმოვიდგენ. შენ რა ეჭვიანი, რა 12 ლიტრით ბათუმში ჩახვალ. მართლა 4 ნახევარს წავს. ამჯერა მაგრამ. გამარჯობა. იმიტომ რომ სარეკლამოთ უწერიათ ხოლმე იდეალურ პირობებში ეგ და რეალობას მე ცდები. ანუ პასუხისმგებლობას ვიღებ, რომ ეს მანქანა 4 ნახევარ litrს დაწვავს 100 კილომეტრს. $800. არა მარტო ეს. რო ვყიდულობ ხოლმე, აი იმას. $800 მანქანა. 4 litrად გავივლი 100 კილომეტრს. ხო, შეიძლება, მაგრამ ანუ თვითგადარჩენისთვის უნდა იბრძოლო მან და კომფორტულად ჩაჯდები, მასას ჩართავ კონდიციონერს და დაგიწვას 4 ნახევარ litrს. მოიცა. კონდიციონერი? ბიჭებო. ეგ არ არის მთავარი. მთავარი არის ბენზინის საჭესა და სკამს შორის. კაი, მე მაქვს ეგეთი იდეა რა. ჩვენ მე და ბუბუ $800 მანქანას ვიყიდით, რომელიც წვავს უფრო ნაკლებს და ავალ თაბასთუმანში. 10 litrით. 10 litrით. შენ და ბუბუ. მე რა ვქნათ ჩვენ? მე და პაპელა მაშინ. აი ამ მანქანით კომფორტულად წამოვთ, გზაში ერთმანეთს შევეცვლებით და სადღაც შუაში დარჩებით. დაღლილი არ ვიქნებით. შუაში ვინ დარჩება? მაგას პრაქტიკა აჩვენებს. შენ გიპასუხებ რომ კი, კონდიციონერით, მასაჟით და შუაში ბარში მაცივარში ცივი სასმელებით წავს 4 ნახევარ litrს. კაი, მოდი იცი. უფრო საინტერესო გავხადოთ, მოდი ეს ყველაფერი. უბრალოდ ჩვენებას გავცდეთ. თუ და აუცილებლად ეგრე იქნება რომ ჩვენი მანქანა დაწვავს იმდენს, რამდენიც კატალოგში უწერია, შენ ჩაწერ ვიდეოს რომ გჯერა ქარხნული მონაცემების და ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მოვაღიარე. მაგრამ თუ თქვენ წააგეთ, ხო, ვინც ყავდათ აქ, რა კლიენტის ყავდათ, ვინც იყიდა უკვე, ყველას დაურეკავ და ეტყვი, ბოდიში, არასწორი ინფორმაცია მოგაწოდეთ, სინამდვილეში მეც სწავს უფრო. 6 ლიტრას სწავს სინამდვილეში, ან რა ვიცი, რასაც დაწვავს. წავით. აუჩეთ. ცოტა გუჭა უფრო გამომივიდა. მაგარი, ცოტა არა. ერთი ვარიანტი მაქვს. Nissan Micra. ხო. ძრავი? 07 მე მგონი. ძალიან კაია. და მეორე ვარიანტი მაქვს, ძალიან კაი ვარიანტი. კომპაქტი ავარჩიე, 1 და 6. ხო და ეგ კომპაქტი უნდა იყოს. ვიდრიფტაოთ? უნდა იყიდო და უნდა მაჩუქო რა. და მე მაგაში შავდგავ მე ძრავს, მაგ ძრავი. ხო. 6 ცილინდრიანი. ხო. და ვივარჯიშე. ძალიან კაი, აი ჩუქების გარდა ყველაფერი მომეწონა. კაი, $200 გამოვიზღიდი. მოდელის არჩევა შენთვის მომინდია, რომელიც გაგიხარდება. ნახე, მე არც ერთი არ ვიცი. ოღონდ ყველაზე მთავარი რაც მაინტერესებს რა, წვით ყველა ერთნაირად წავს, იმიტომ რომ არ უნდა მოგვიგონ არც ერთ შემთხვევაში. ანუ ესენი ჰიბრიდებია, ხო? კი, პლაგინ ჰიბრიდია და ეგ არის ციანი. ხო და ეხლა რა მაინტერესებს? ხო. პლაგინ ჰიბრიდი რადგან არის, ჩვენ ხო შეგვიძლია დავტენოთ. კი, აბა რა, შეგვიძლია უნდა დავტენოთ. ისე წავიდეთ. კი, რა თქმა უნდა. ოკეი, ყველა პირველ 100 კილომეტრს ჩვენ ვივით დენით. ოკეი. არის ვარიანტი, რომ მოვატყუოთ და გაზი განავიყიდოთ და 10 ლიტრა გაზი ჩავასხოთ. მე ვიდეოს რო ნახავენ რა უთხრა. ბიჭო, რო ნახავენ უკვე მოგებული გვექნება. კიდე ერთი ვარიანტი, ის ოკა მაქვს. ის ოკა რო ნახე, ნიტრო მივიდიოთ. 26 ძრავით. ხო და პირველი რომელს დაურეკოთ, ახლა მაგას ვფიქრობ. რომელსაც გინდა დაურეკე, მაგრამ ეხა ისე მშია, ქუთეში თუ არ გავიარეთ, დავიბრიდები. მეზში, უკვე მიბნელდება. გავიაროთ, შავრონები დავითრიოთ, თან დაურეკოთ.
დავსხდეთ და კარგად დავ. რომელიმე ახლოს თუ იქნება ჯერ იგნახოთ და მე სხვა. ეხლა ანუ ჩვენ დიდათ ესე იგი არ გვადარდებს რომელს ავარჩევ? ყველა ერთნაირად კი დაწვა. ბატონო. მაშინ ავარჩევ ყველაზე კომფორტული რომელიც. აგერ არის ყველაზე კომფორტული. კი. ბარში მაცივარი გაქვს. აუ რა სიძახი. ოპა, სასმელები ჩავალაგოთ. და შენ შეგიძლია უკან გადაჭდე. სკამი შეგიძლია წინ გამოწიო, კომფორტულად ჩაჭდე, მაგიდა გაქვს და რა ვიცი. აი ეს არის $750. ბიჭო, აღადაობა მანქანა. იმენა ასაფეთქებელი მანქანაა ეგრევე. აუ, საბურავები, ნახე, ეს საბურავები გზაში უნდა გავცვითოთ, თორე ბევრს დაწვავს. ნუ და მოვათხელოთ. ეს ის შემთხვევაა, როცა სკამსა და რუსს შორის პრაკატ კაც არ ცulis არაფერს რა, ანუ დაადგი გაზ და მიდი. ვინც არ უნდა დაცვა. დასვა ავტოპილოტი ჩავურდე და იმას უნდა იწოლნე გახალას ტოვებები და ჩაქრობები და მე ვხედა უკვე როგორ აწვევა ბუბუ იმ მანქანას სიმართლე გითხრა. ისე გადამიღე რომ ნახოს ვინ დაკარგა. შენმა BMW? მადლობა. დაუდე გული. აი გამოვიხედე თვალებიდან. მოკლედ ვიდეოში ცოტა ხანში ნახოთ მე როგორ კომფორტულად ვმგზავრობ და ისინი როგორ წვალობენ. ვიღაცები ცდილობენ დაამტკიცონ $800 მანქანით უფრო უკეთესია სიარული ვიდრე ამით. კარგი. ხო არ დაურეკოთ იმას. რომლით დავიწყო? მოდი მიკრათი დავიწყოთ, თორე რა გაგიძლევს მე. ალო გამარჯობა. ნისანის თაობაზე გირეკავთ. ნისანი რა საფრთხეა? ნის მანქანაზე გირეკავთ, ხო? ნისანი მე არ ამბობ. აუ, ნისან მიკრა აწერია მაღლაც, მაო და მაგიტო. ეგ ნისანი არ არის, რა ის არის რა. სუბარუ. რა მაგრად გავდა, თან ნისანი რო ეწერა ის იყო. აი წარმოიდგინე მაგრად გავდა რა სუბარუ. სადაც გამანქანა და რა მდგომარეობაშია? დასახლებაში, სადაც. ვილოს დასახლებაში და მდგომარეობა როგორი აქვს? საათია, ძმაო, მოძრაობს, აი ისოსა ძალიან მაგარია რა. რამდენ ხანში გავიდეთ დაახლოებით? ფასი რა? ფასი, ბოლო ფასი რა იქნება და დაგირეკავთ? ბოლო ფასია გავიფორმე გუში რა. კი, ნახე საბურავები. კაი, დაგირეკავ მაშინ 5 წუთში ზმავ. ბიჭო, ფასი რა უწერი? $750. ეს Subaru-ა, ბიჭო, ხო, ეხა დავაკვირდი. და ნისანი უწერია? 2000 ლარი. 2000 ლარი? ხო. $750. ცოტა დავაკლებინეთ ხელს. ადგილზე ხო რა. მეც მომწონს ძველი მანქანები, მაგრამ ეხლა როცა გინდა ძველიც არის და $800-იანიც არის. ხო, ძველიც არის. ხო, რა და ეხლა ეკონომია თუ გინდა და კომფორტი თუ გინდა. ეს მანქანა ღირს $29500. 5 წლიანი გარანტია 150 კილომეტრამდე. მე გეტყვი კაი ვარიანტს. ქარერი გაუშვათ მეორე მანქანაზე, პარალელურად შეამოწმონ. ხო. ჩვენ ეს ვნახოთ. დროს მოვიგებთ. აი. ერთი არ დაგვივასება, ქარერი გვეტყვის იქიდან რა მდგომარეობაშია. შეკვეთა პირდაპირ საიტიდანვე ხდება ავსებ მარტივ ფორმას და ქარერის ექსპერტს ჩვენს გარეშეც შეუძლია მანქანის შემოწმება, დათვალიერება და დიაგნოსტიკაც. ფოტო-ვიდეო მასალას და რეპორტს კი პირდაპირ მობილურშივე მივიღებ და მივხვდები ღირს თუ არა იმ მანქანის ნახვაც. 500. რომელი? ძველი რა, 09-ია. მანახე, ეგაც არ არის ცუდი ვერსია. მაგარი დაჭყუნულია. რა გათახსირებულია. მაგრამ ისე დგას რა. სად არის? თბილისშია? ჯანმრთელად დგას, ხო? მითხარი აბა კარგ მდგომარეობაში ფასი რა უწერი? დუღებს, არ ჭამს ტეხას მოდრი. რას არ ჭამს? ტეხას მოტრისთვის რუჩნოეს. ბალახს არ ჭამს? საჭირო. ლოკაცია დიღომი. გამოვში ნომერი და დავიბაზრები. ალო. გამარჯობა, ფიაძე გირეკავთ. გამარჯობა, გისმით. რა მდგომარეობაშია? ვიზუალურად ვნახე ცოტა ის არის, გვერდებშია ხო შელახული. ტექნიკურად აი ძრავი კოლოფია, ეგეთი რაღაცები. მომისმინეთ ჩემო ძმაო. ძრავი კაი მდგომარეობაში აქვს. აროფკა კაი მდგომარეობაში აქვს. ხუმბარე კაი მდგომარეობაში და რა პრობლემო დარბის მანქანა. არაფერი არ აწუხებს ძმაო. მაგას ინსპექტირება აქვს? არა ძმა. შენ ისე ანუ ხოძზე ხარ, რომ ვნახოთ მანქანა? დავი თუ დააპირებ, ამუსას უნდა დამირეკო 1 საათით ადრე რა. ამ ჩვენი დავიცრათ ის მანქანა არ გამოსცეთ. მაგარი გადაუღო მანქანა. ინგლისურ ევროპულ ვერსიაზეა რა მენიუ ყველა. ზოგადად ვერსიაზე კი არა, ზოგადად ბრენდი არის საექსპორტო, ანუ ეს ჩინეთში დაბაზრისთვის არის წარმოება, ეს საექსპორტო. დამებლოკა მანქანა და ვინმე ჩინელი მჭირდება. არა. სიადაგებართება. ჯერ ერთი არ დაიბლოკება, მაგრამ აი რაღაც დაუშვათ და სასწაული მოხდა, გეზ მოტორსი გიშველის. ოფიციალური დილერია რა. რა თქმა უნდა, ხო. და ოფიციალური დილერის სერვისის გარანტია. კი და ოფიციალური გარანტია გვაქვს და ასე შემდეგ. ეხლა შენ თვითონ შევატყობდი კომფორტ
კომფორტის ლეველს, თუნდაც აი ეს ერთიანად შემოკერილი ტყავი რო აქ და მატერიალები ყველაფერი რა და ხა ფეხი მივადე რა პირველი რო ხის 29.5 და თან ეს არის ყველაზე ძვირიანი მანქანა რაც ამ შოურუმშია სოუისთვის. და ყველაზე იაფიანი მაინტერესებს რა როგორ. შევხედოთ. ჩელენჯი ხო არ აურიოთ საქმე ისე რომ ყველაზე იაფიანი წავიდეთ და აი ყველაზე იაფიანითაც გაჯობეთ თქო. შეიძლება ეს არის ჰიბრიდებში ყველაზე იაფიანი, თორე ამაზე იაფიანი წავს. აბა თუ გამოიცნობ ყველაზე იაფიანი რაფასიანი მყავს. ის ყველაზე ძვირიანი ღირს 29.5. აი 16 15500. ეხლა სააქციო ფასი. აქაც როგორც 15500-ში ყიდულობ ახალ მანქანას. 5 წლიანი გარანტიით. Apple CarPlay, Android Auto აქვს, რა ვიცი, წვავს თან ის არის 1 და 5 turbo. ხო. ჰიბრიდი არ არის. და წვავს 7.5, აი მაქსიმუმ თქვი 8 ლიტრს. გამარჯობა, Mercedes-ი გირეკავთ. თეთრი Honda Civic-ით. გესმით ჩემი? რამდენი ხანი ვიარო დაახლოებით? მდგომარეობა რო შეგიძლიათ მდგომარეობა მითხრათ ზოგადად. აგე ის არის, აგე ბიჭო, აგე ის არის. ვერცხლისფერი არა, მწვანე არის. მოიცავს ერთი წამი. მწვანე არის, მწვანე. ოპა. ნომერი აქვს 916. ჯერ ესაც წავიდა. მე ამან რატო გამითიშა? სანამ ჩვენ Subaru-სთან მივედით, ქარერმა უკვე შეამოწმა Volkswagen Lupo, გადმოგვიგზავნა რეპორტი და მოდი ახლა ერთად ვნახოთ რა მდგომარეობაშია ჩვენი Lupo. ძრავი სექციის ინსპექციის შედეგად დავადგინეთ, რომ აი წინა მხარეს ბლოკებს შორის შეინიშნება ზეთის კვალი, რომელიც არის ძველი. ქარერის რეპორტში რაც გადმოგვიგზავნეს, არის ყველაფერი ტექნიკური შემოწმება, არის ვიზუალური დათვალიერება, ვიზუალური დაზიანება და ასევე რაც მთავარია OBD2-ის შეცდომები და სრული დიაგნოსტიკა. მოკლედ ეს Subaru თუ არ მოგვეწონა, მივდივართ ეგრევე Lupo-სკენ. არა, მაგრამ დასწორებს. კაროჩი, მოკლედ მაშინ მოდი ისე ვისავარჩიოთ. მეც ეგრე მგონია. წავიდეთ იმათ იწვალო, რამდენიც გაუხარდებათ. ხელოს ჩელენჯებზე ძირითადად ეგრე ხდება ხოლმე რა, დაჟე ნახევარზე მეტი კადრშიც არ ხვდება, ვიდეოში არ ხვდება. აი მე არ ვარ ხელოს ჩელენჯში ნამყოფი და მოვედი. თავისივე ჩელენჯში დავამარცხო. ჯერჯერობით რაც ვერ წარმომიდგენია, ის არის აი იმ სასჯელს როგორ შეასრულებს რა. შეასრულებს. არა, შეასრულებს, მაგრამ აი რა სიტყვის. ის ყავს ორფერში, თეთრი და შავი, რომ გაგისტორდება. შავი იყოს. ქართულად. ქართულად იასნა, შავი იყოს ზაწევთი. აი, წავედით მოკლედ და დავავადოთ იმათ მანქანა იყიდონ, დანარჩენი რა იქნება? ცოტა ხანში გამოჩნდება. ხერო გრამებს წავსო იმენაო. აი ძმაო, ატო ჩაიდაგები. რომ პეტროლი მინდა ჩავასხათ, ეხას მოძე შევიყვანო ვერ მოვუჩი რა. მართლა? მეტას უ ეგრე ვიწუწუნო ცხოვრებაში ხო არ გადაო. ხო, გარედან უნდა რა უბრალოდ. აკუმულატორი აქვს სლაბი, დიდი ხაი რო იყო გაჩერებული რა. ეგაც სლაბია, დაჟი არა. მაინც რა ერთი კარგად. მოკლედ ცოტა მეჩქარებაო, ჩემთან მივიდეთო და იქ დავათვალიერებთ წესივად რა. ბუბუ ჩაუჯდა ეხა მოწვევს ყველაფერს რა როგორ არის? აუ არა ბიჭო, მართლა მე მგონია რომ იმაში გაგვიმართლა რომ ესეთი მანქანა იყო გასაყიდად. იმიტომ რომ ზუსტად ის არის რაც გვჭირდება. ეკონომიური პატარა, ბუბუ მართალია კარგად ვერ ჩაეტევა ამას, მაგრამ სკამს გადაუწევთ და რაღაცას უზავთ. არა. ეს ის არა, რასაც ჩემ ფიქრობ ძალიან ზუსტად გამომივიდა ეხა. ანუ გაშლის ფეხებს რა? კი არა და ფეხებს გაშლის იმისთვის რომ კარგად დაწვეს რა უბრალოდ მაგას ვიგულისხმეთ, თორე მე მგონია რომ ცოტა ბოლავს. აი ნახე, ალაგ-ალაგ, შეიძლება კამერაში არ გამოჩნდეს ეხა. მაგრამ ალაგ-ალაგ ბოლავს ცოტა რა. მაგრამ ეგ ჩვენ საერთოდ არ შეგვიშლის ხელს, იმიტომ რომ პაპელას უნდა დავუმტკიცო, რომ ძველი მანქანები მით უმეტეს იაპონური ბევრად მაგარია, ვიდრე მისი ჰიბრიდები. ბიჭო, მაგარი მანქანა. თან ნახე, აი ამ ფაში Peugeot-ს ხო ვიყიდეთ და რაღაცეები რა. ხო და მაგაზე ტექნიკურად გამართული, ყველაზე გამართული არის. მაგათთან შედარებით მაგარი გამართულია. ბიჭო, რაც თავარია, მსუბუქია, მე მაგრად მომწონს, მექანიკაა, უეჭველი ცოტა სწვავს. რა იდეალურია ჩვენი ჩელენჯისთვის. მოდი ვნახოთ ერთი როგორი მანქანაა, Subaru, ესეთი პატარა Subaru ცხოვრებაში არც მყოლია და არც მჯდარო არ. ვაიმე, ტრაკი ვაფშე არა აქ. ვაუ, რა გაცია. რა მიხარია, ეხა ესეთ მანქანაზე რო ვზივარ, მაგრამ ყველა მანქანას რაღაც თავის სპეციფიკა აქვს, ხადაობ ხოლმე რა. ჯერ ძველია ეს დაჩიკები და
რადა ჩიკები მარტო სპიდომეტრია, ტახომეტრიც არა აქ. რაზე ვადაო, ვიცი? გასრო, ბუშვებ, ჩაქრობის პირას მიდის. მოიცა, ეხა უყურე, ტახომეტრი არა აქვს, ხო საერთოდ? არა აქვს. კაი, usმინა ხმაზე. აი, სადაც ეხა ძრავის ხმა გესმის? არა, 300 ბრუნზე მუშაობს. ჩემი კაცი. ამასო, ეს განსვლელი არ ედგეს, საერთოდ Subaru საულ ძმაო, ამ მანქანაზე. აშკარად მაგარი ნამუშევარი აქვს და ცოტა დაწვას. ბიჭო, მეხუთე გავუკეთე, აწერია თუ მართლა აქ. შენ აქედან გამომდინარე, თქვი? ხო. მაიცა მაგასაც ანახე, თორე მარტო შენ ანუ ჩახარ. მეხუთე აწერია რა. კაი, მოიცა ეს ხო არის მეორე, აქ თუ არა გვაქვს. მესამე, მეოთხე. ხო არ გადაო, გავუკეთა. გონია მართლა, მეხუთე? ბიჭო. ხო მეხუთე. ჩემი კაი, მეექვსე ხო არა? აბა რაკეტა აქ, მეექვსე არა, მოდი რაკეტაში ჩავაგდოთ. არ გახეთქო ძრავ. გაჩერე. გაუმარჯოს, დავდგეთ. შენი რა ძრავია? აიცა ხო არ ჩავკეტეთ ვინმე? ეს ის არის. ჭარხე. ვიდეოს დღესვე და ჩემი გაგვასწრეს. საღო. გაგვასწარი ძმაო, საღო, ჭარხე. ვერ დადის, მე ჩემი დაგეჯიბრები. წამოერთი ტუკტუკი გვანახეთ, ვისი იყო? ესა. არა, კაცია. ეს ელექტროა? ანუ იტანება და ჩაოლებრად დადის. რა მაგარი კაცია იმენ. მადლობა ბიჭებო, ჯიგრები ხართ, დაგტოვებთ. ბუბუს არხიც გამოიწერეთ, ცოტა. ახ გამოიწერო ხარ. ესეო დაძაბა ეგრე. всё, ძმაო, ერთი 10 ბავშვს შენი არხი გამოვაწერე. ეგ არის. უეჭველი გამოსაწერია თქვა. ხო და ვინც ამ ვიდეოს უყურებთ, ასევე შეგიძლიათ ჩვენი არხები გამოიწეროთ. ჩემი განსაკუთრებით. ხო, იმიტომ რომ ჩვენ რასაც ვამოღამით ხოლმე 70% დაახლოებით არ აქვს ჩვენი არხი გამოწერილი რა, ანუ ვინც უყურებს და ავიწყდებათ ხოლმე და თუ გევასებოთ მანქანების კონტენტი, აქ დაბლა არის subscription-ის წყილაკი. ხო, პლუს ეხლა ახალი მანქანა ჩავაგდეს, რომელიც არის ანტიკვარი და ვისარგებლებ ეხლა. არა, მართლა მაგარი. ხეროს ფართო აუდიტორიით და პლუს ბევრი გიყურებს და ბევრი სპონსორი უყურებს შენ ვიდეოს და ვეძებ როგორ უნდა ვთქვა, დეტაილინგის სპონსორს. დეტაილინგის სპონსორს ვეძებ, იმიტომ რომ ანტიკვარი მანქანა ჩავაგდეს და რაღაცები უჭირდება. აუ, რა მხელა რაღაცა გვასწრებს. ეს მანქანა ჩინკო ჩენტოზე პატარაა. ბიჭო პატარაა, ხო? მეც ეგრე მიჩვენება. პატარა. კი, ცოტა პატარაა. წინ ისე ვზივა, რომ აი მეფურად რა, ნახე. იმენა, გაშლილი ფე, აი მეფურად ზივა. გაშლილი ფეხებით აღარ თქვი, ხო? დაასტოპე. არა, გაშლილია რა, აი რა. აი, მოდი გავჩერდეთ. ეს მაგარი დავაჩინოთ. კონდიციონერი მოჭრილი მესტაფოს. ეს? ის. სადა კონდიციონერი ცივი არა ხატია, მარტო ცხელი და გარე ტემპერატურა. ბიჭო, არა დამწლებში ზოგს ქონდა. მაგით ვიკი. 0.6 არა კონდიციონერი. კონდიციონერს უნდა მარტო 0.2. ცა იქ მივაყენოთ. ხერო, არ არის ეს გასამრაზი, მაგნიტოფონიც მუშაობს დაჟე. ეს თუ გინდა ეს არის ცოტა ამოვარდნილი. რო გზაში არ გაგვიფრიალდეს. არა, არ გაფრიალდება. просто სამაგრი აქვს ცოტა ჩატეხილი შიგნით. პაპელასაც მაგათ ჩემი აზრით დაიხხთ. უეჭველი უნდა მოუგოთ. ამაზე იდეალურ მანქანას ვერ დავითევდით. იმენა ვერ დავითევდით. საბოლოო ჯამში გადავწყვეტეთ, რომ ეს Subaru გვეყიდა, იმიტომ რომ მანქანას რო უყურებ, თითქოს არაფერი არ უნდა დაწვას, 4 ლიტრზე ნაკლები უნდა დაწვას და ეს პირობა იდეალურად ჯდება აბასთუმანში ასასვლელად და რაც თავარია მოსაგებად. აუ, ეხა ჩემი მთელი ჩავიდეს $800 მანქანა დაბასთუმანში. ხაკუნი. Off-road-ზე ხარცო. არ დაგვიმტრიო თუ შეიძლება რა. ჩიპი და დეილი ბიჭო, რა მაგარი მანქანა. რა მანქანა? აბა რა მანქანა? Daihatsu Cuore შეიძლება აზე არ არის. ვერ ერკვევიან, ეს ბიჭები ავტომოყვარულები არ არიან. Subaru შეიძლება ეს არის Subaru და რა მოდელია, იცი? Subaru Daihatsu Cuore. Subaru Cuore. არა. Rebadge Cuore. Cuore. არა. Subaru Daihatsu Cuore. ეს არის Vivio. Subaru Vivio. მოიცეთ არ Subaru Daihatsu Cuore. Agrad მოგიხდებათ Vivio ბიჭებო. არა, ნებისმიერ შემთხვევაში შეხედე რა მაგარი ჭაღი აქვს.
ვივიოა და თან GLI-ია. ტრაქტორის ფარი აყენია. GLI თუ არის მაშინ ყველაფერი დავთავრებ. GLI GT-ია. ხო, GLI თუ წავაგეთ ძმა. უჩველი მოგებული. და დისკი აქვს წითელი კიდე. მაგაც. ეს რამდენად იყიდე? უბრალოდ შეხედე. კაი, არა მოაყიდო. ეს რამდენად იყიდე? 750, ხო? 757 მოდი. მოდი ამოვაყიდე. ჯაფეთო თუ დაუგდოთ რეშკაზე. ხა ეს და მე ხო არ გავასწორო. როგორ ხელით თუ შენ გაასწორე? ხელით. დავაი. დავაი, ცოტა. ოიცა, ეგრე წამოიგე. ვაფშე ვაგრათმოდი. დავაი. მოაწექი. ფეხს ვერ ვდგავ თორე. იბერა არ მჯერა რომ ეს ვაკალა ცოტას დაწვას. ეს მანქანა საერთოდ არ წოვს. საერთოდ არ წავს ის. თან საიდუმლოს გეტყვი რომ ეს რა ქვია. არ ვიცი ცოდი თუ არა, მაგრამ პლაგინია რა. პირველი 100 კილომეტრი ნამდვილად საერთოდ არ წავს. მერე რამდენ სწავს? მე 4 დღეს. თუ 4 ხეობის რა, სადღაც მაგ. არა მგონი. ყოველ შემთხვევაში 10 ლიტრი დაბასტუმაში ჩვენ ჩავალთ. დაიჯერე. თქვენ 10 კი არა, 100 რო ჩაგიცეთ, ამით დაბასტუმამდე ვაიზიჩი ხაზრია რა. მოდი ერთ რაღაცაზე, ოღონ სერიოზულად შევთანხმდეთ. ოკეი. ბატარეების დაღეჭვას არ ვართ. დაჭეჭყვას? ეს გერმეტიკი მე მგონი ცოტა აეროდინამიკაში შეგიშლით ეს. ეგერმეტიკი ახალია. თქვენ ახალავია? რო დაკოქო და აგაზაო, ცოტა გამოუწვა რა, 1-500 გრამი. სიჩქარეში არ დაკოქო? ბიჭო, ზამოქს რატო არ არის ესე? ანუ სიჩქარეში ხო? ხო, მაგრამ არაფერს არ ამთებს, ანუ ზამოქს რო აღებ. ყველაფერი მუშაობს, კაც. რა? მუშაობს ყველაფერი. რა დაკოქო? აგი იქით ანთო, კაი, ხო. ამას გონია დაჩიკი გამოუძდეთ, რომ აიდე კიკინა გამოეღარ წამოხვიდით ბიჭებო. 10 ლიტრი ავიღეთ მოკლედ სოკარში, რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა სოკარს, რომ არის ჩვენი ხარდამჭერი და ეხა ჩავასხოთ მანქანებში და გავუყვებით გზას. ბიჭო, ეს ამდენი წყალი სწორად გაზდის ამას. კი, აი გუბიდან რო წამოიღე, ეგ ის წყალია. არ მოგვიტეხო ბიჭო, არ მიყვარს ნუაწვალებ რაღაცას. თუ კიდე გაიარე გათხოვე. კერო, ლუჩის როძე, რა ქვევით ბოლტები რატო მოძრაობს ეს? ეგრე უნდა იყოს. ელასტიურია. ოკეი. შენაირად ელასტიურია ძმაკაც. ხო. თქვენი ნადირი უნდა ნახოთ. ემენა ცხოველი. ბიჭო, მიხდება? ვინ უფრო მაგარია ხა? მე თუ ეს თო? თან ოფროუდზე შეგიძლია. ხო სიარული რამე რო იყოს. აბა ნახეთ რაგზე შანსი თუ აქვს. ეს არის. არ დაუსკორით. მაო, რა დრაგზე ხუბარებს გაყრის ის რა დრაგზე. დაულანჩე რა. ანუ ესენი ვიზი მეტად არიან, წარმოუდგენა არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე რაც დავაფიქსირე. არა, ძმაო, ღმერთით წყალი არ ჩამოვა, რამე რო იყოს. კაი, დავაი, ჩავასხეთ. მოგეხმარო, გინდა ამდენი სად ასხავ თავა? ჩაასხა. ეს გაგვიხსენით რა ეს რაღაც ტექნოლოგია. მოიცა ფინგერპრინტი უნდა. რა. მე როგორ ის, ნო, თან ვაირლესი გეპრიტია. უბრალოდ მე არ ვარ დარწმუნებული ამაში 10 ლიტრი ჩადის თუ არა, ზოგადად. მოიცა. უნდა გამაიყვანო. ბიჭო, არა, ეს ცალკე უნდა გაატრიალო. ხო, ატრიალე მე. ჩაუყავ შელი და რაღაცა ისიძა. იახი არ მოგანაო. ჩემი კაი, 1-40 კილომეტრი მოაქვს. მოაქვს. რაც დაღვარე, მაგას მოვაწვევი. შანსები რო კონდე. ცოტა გადაუვარე იმას საწოლი. იმას ვაფშე არ ჩვენ ვარ. 7 ლიტრით მოვდივარ. 7 ლიტრით მოდიან დაჟე. მაგარი ამბიციური ბიჭები არიან. შოკოლადის კროკოები გააქვს? კი. მაი. გინდა? კი. ხელო, სად გეღუტუნებოდა? მოიცა. მაიცა რა დროს გუთუნია თითები მისვლა. ბიჭო, გაანებეთ თავის, ვაო. ნუ აღრევინებთ კაც. ურა! აი, ბოლოცეთ ხო იცი? მაესტროსიკისაა და რა ნიშნულობა. მოიტანე ჩავასხავ, აბა. ბიჭო. ვახ, ეს რა მოგვივიდა. ეს რა დაგვემართ, აბუ? აუ, მიკა. ეს ბენზინის გადავრა რაღა. გამიყანყალდა. გაგიყანყალდა? მიდი ძმაკაც. მოდი, აბა რომელი ხარ? მიდი. სასხმაში შენ ხარ ოცდად. წამო მე და შენ გავისეი. აცადე ამას, აცადე. წამო. ხოდოები არიან, ბიჭო, დარჩებიან. ჩანაფიქრი არის ის, რომ მანქანაში უნდა ჩავასხათ. ან დაბლა უნდა მოუწყათ და გარშემო. არა, მანქანაში არა. ელექტრომხარე ხო არ არის? არა, ელექტრომხარე წეგა გავაღე და მე ზემოთ გადარჩენდები, რომ იქაც ჩავასხით. იქ არა უკან ბუბუს. ორივე მანქანაში ჩავასხით 10 ლიტრი, სოკარის, თან ორივე პრემიუმი და ეხა უკვე მზად ვართ, რომ გზას შევდგეთ და აბასთუმანი დავიფხროთ. ბიჭო, ხო. აი ხა ერთი. ვაჰ. აღარ არის ადგილი. წამო, ნამდვილი ბანკარი. ეხა ისე წავიდეთ.
რომ ცოტა რას გონია ავაღებინოთ ხოლმე და მე ჩავახსნოთ რა. ჩავახსნოთ რა. ამაზე რემენი გჭირდება, ხო? ისეთი ჩქარია რომ მე გვიტყოდი რომ საერთოდ არა, კასტრინებს გაიკეთებ თუ არა. მაინც დაიჭყუნები. Energy recovery დავაყენე strong-ზე, ანუ რეგენერაცია რო კონტეს და დატენოს ბატარეა. ოკეი. ეს მენიუ იყოს თეთრი ჯობია. ჩავახცევთ შენი აზრით. ბიჭო, კი. თორე რემენის ჩემი. Так, ეგარი, CarPlay-ს გვაქვს. MacBook-ი გაქვს? ჩეულები. ბაზარი არა და თან Spotify ყველაფერი გაქვს. თამარეც რავი არ დაისტუკოს თორე. ამის ძრავი არ სტუქდება ამის ბოქსტერია. ბოქსტერი არ არის. ბოქსტერი არ არის. მასაჟები და თან რამდენიმე მასაჟი შეგიძლია აირჩი. კაი, წავედით აბას თუმანში. გზაში გვაქვს რაღაც დავალებები შესასრულებელი. მაგასაც შევასრულებთ და ეგ არის რა. ვანახებთ როგორ უნდა წვა თავის ჩაქრობები ძველ დროს გავიხსენებთ 90-იანებისას. ხო, გავაწურინოთ მე, თავისი დავადებინოთ. ბიჭო, აი ახლოს რო ვიქნებით 1 კილომეტრი რო დაგვრჩება. ხო. აი იმენა გავაწურინო. დავამტვრიო. აიცადებოდი რა უნდა დაამტვრიო. მანტრობს ეს კინაღა მოაგიდე ხა. და ვერ ვიცანე ის. ჩვენი მისია დაიწყო, მივდივართ აბას თუმანში და გული მიგზნობს, რომ ძალიან კარგად დასრულდება ჩვენი ამავე დღეს ჩვენს სასარგებლოდ და თან ამავე დროს გზაში გვაქვს რამოდენიმე სავალდებულო ჩელენჯი გასაკეთებელი. შეკითხე უცხოს მანქანის მასი, ვინ უფრო ახლოს გამოიცნობს. გააკეთებ იმას, რასაც ჩემი მანქანით ვიზავ და გამოსცადე მანქანა off-road-ში. Lane control-ი აქვს? Lane control-ი. აი აქ რო დააწვევი, წავიდა ეხა თავში, ოკეი. და დავდგეთ და ვზდიოთ რა, follow-იც არის, ხო ანუ? ხო, ანუ გასცაც არ ვაწვევი და ეხა მე იარონ და გვატარონ. ხო და ბაზარი არა, მაინც ხო იქ მივდივარ და გვატარონ, არ არის პრობლემა. აუ, კაი, რა შვები, დაიწყო, ტახომეტრიც არა, ნუ აწურინებ. ხერა სილუეტი და ბუბუს ხელი რომ მანქანის ციკლზე არ მანქანის ნახევარზე მეტია ბუბუს ხელი. სამში აიღო 40-დან 55. აიცა ერთი წამი. მე რომ მაიმუნობ და საწოლს წავ, ეხლა გამახსენდა. და რა მომწონს ამ მანქანაშიც აი ეს. ოღონდ ამას ისე მართლა ჩვენ პონჩი ვიძახი და ეს ერთიანი ტყავი რო აქვს შემოგერილი და ეგეთი პატარ-პატარა დეტალები ასწორებს 29-ს რო იხდი მანქანაში რა. დაახალახო, დაადგი ციკლენიას. ბიჭო, საჭეს რო ჩაკეტე, იცი შენ? ორზე დავატრია, რა. ხო, არა, დელი კარგი აკეთებია. ზოგადად მე ჩინურები ძალიან მომწონს მაგ კუთხით, აი ძალიან. ნახე რა შეუნაცვლები. აუ, კუნფუ პანდა ხარ. რა დიფთვება? ავტომოყვარულისთვის არ არის, მაგრამ ავტომომხმარებლისთვის ცალსახად არის რა. ანუ ნახე, მთავარია ბენზინი არ გაგვდიოდეს და დანარჩენი არ ავრნავს. ამ მანქანის თავარი მუღამი არის ეკონომია და რატო გვეჯიბრება ეკონომიაში ვარ ვიცი რა. რაღაცა GLI სპორტი ყავს და ხმაში შეგვეჯიბროს, მანევრში შეგვეჯიბროს. ბიჭო, აღმართებზე თუ არ გავაწურინე ვერადის ისე და გავქნა. ეკონომია როგორ გავაკეთე? დავიყოლოთ 1-2 კაცი და აღმართებზე კაი გორმა. 1-2 კაცი რო გავიყოლოთ, მარტო აღმართებზე უნდა ვიაროთ თუ ვაწროვინებ ბევრს, ბიჭო. აბელ, შენთან რამდენია კილომეტრაჟი, იმიტომ რომ ეხლა მე 80 მიგონებს და მგონი 130-ით მივდივარ. არა 80-ით მივდივართ საშკარად. ეგ უბრალოდ შეგრძნებები გაქვს ეგეთი. ხო არ გადაო, იმენა, თავი მგონია 130-140 დავადებინეთ ხო. ბიჭო ისე ძალიან მოინდომა სოვიჩი ამათაც ჩანდენით შეიძლება, აი მაკაცმა ნაწილ მოვათავსებ ხო შენ ბარგალკა გააძრე. ნუ ვიცი ჩვენზე იყო ესე უფრო მაგრად არ მის. არა ძმაო რა, ადამიანი იმენა გაფუჭდა გააკეთე, ეგრე. აღმართებზე ადის, ცოტა სწავს. ინტიმური გარემო არის ავტომატურად. просто ვიბრაციაც არის საჭეში. ბიჭო, ხო რა.
ერთი შესაძლოა. ერთი ის უნდა, ქარი უნდა დასავლეთის და ეგრევე ამოპირავდებით. აი. აგე სპორტმა. აი სპორტი ზემო. სპორტი და ბრეიკბუსტი არ გვინდა და PHEV-ზე გადავიდა რადგან სპორტში ვარ. აბა ვნახოთ. 80 ამის ფაზა იქნება. ბიჭო გამაგ. მე უფრო წავიდა, სიჩქარე შეცვალა. სანამ ბრუნი რო აიტანა, კარგად მიდი. ხო, მე რო აიტანა, კარგად წავიდა. არა, რავი, ანუ Good. სრულიად მისაღები დინამიკა აქვს. თუ არ გინდა რომ დაიმტრო, ეხლა გადავთოთ ისე ეკოზე. მოკლედ ხეროს უთხარი რომ დიდ მანქანას დიოთ უკან თქო რა, ჰაერს რო გაჭრის, ჩვენი უფრო ცოტას დაწავს და უნდა მივდგომოდით უკან და ვერ ვეწევით. აღმართია. აუ რა ცუდია. აიცა. მე ბიჭო, პრესტო. ექვს დავწავთ ესე. არ მიღეს. მიჩვენია ცოტა დავწავთ. დაღმართზე დავეციო და აღმართზე უკან დიოთ. ეგრე უნდა ვქნათ. ბიჭო, მე დავამატებ, რომ უკან მაგიდა აქვს რა და ძალიან დასწავლე. აჰა. სადა ხო, ჩემს გამის უკან? მაგითო გამაწევინა, ხო სკამი? შენ საერთოდ დაცვის სკამში ზიხარ რა, შემიძლია რომ აქედან ესე? არ მინდა, ნუ მაგატავებ თუ შეიძლება. აი, მე არ მესმის როგორ შეიძლება დაიძინო ისეთ მანქანაში, რომელსაც ნებისმიერ დროს შეიძლება რამე გაძვრეს. თუმცა ბუბუმ მაინც მოახერხა ეს. გორამდე სულ ცოტა არის დარჩენილი, ამიტომ ეხლა გავჩერდებით. ყავს დავლევთ, ცოტა გამოფხიზლდებით აზზე მოვალთ და გავაგრძელებთ გზას. აგერ ადგილი გაიჩთა, ეგ შევარდი. ისინი რასიზავენ არ ვიცი და არც იმათ დაუტოვოთ აი. აქ 3D შეგვიძლია ჩავრთოთ და ჩვენი 540 კამერები გამოვიყენოთ. დავი ვიდეო რა მაგრა ჩანსე, მივიდა იმაში, თამაში ხარჩეულობ. აქედან შეგიძლია ეს აირჩიო რომელი კუთხე გინდა, პირდაპირ. რა მაგრა ასწავლეს. ისინი სად არის? მოდიან ისინი და ეს რანაირად გაგვიჩერე რა არის? იმენა ადგილი არ დატოვეს. ხერო, ამ მანქანას ადგილი არ ჭირდება. მაცალე ჩვენ მაგარი პარკინგ კონტროლი გვაქვს და თქვენზე არ ვიცი რა. აი ჩემი პარკინგ ბიჭო, ხვირი იქით გავუშვი. პარკინგ კონტროლი შენ ხარ? ის სოციალური პარკინგ კონტროლი. დაკეთე ბოლომდე. მოდი, კაც. დაკეთე. ამეტანი ამბიციურები ხარ. გაასწორე. იყოს. გაასწორე. რა უნდა იყოს შუა გზაზე დგეხარ? მოდი უკან. შენს ბობას ვიცავარ ჩინური პარკინგ კონტროლი გაქვს. იქეთ ადგილი გაქვს. ჩინური არა, კახურია. მოდი, ამას არ დაეგო. არ წამოეგო. შო, გაი. დაჟე ბიჭო. როგორ გადმოგიხარ უბრალოდ? ეს დაზღვეულია, ხო? ფანჯი არ გააღო, კარი, ფანჯიდან უნდა ამოძურო. მე რო შენი ვაფშე აი აქ შემოვაპარკინგებდი. მე რო შენი რა, დაამთავრე. აი აქ კერო შემოვაპარკინგებდი. მეგონი გაგინებს. მე რო შენიო და. კიდევ ახლა მაგარი გავუჩარჯოთ. გამოსვლისას რო ვეღარ გამოვიდნენ. ახლა ვერ დგას ვაკარა ბორდიურთან, ბედაში რა ვიღოთ. და იმას ვქნათ რა. ეს ბორდიურ შუაში ხო, გაუჭედოთ. გადმოდგათ ეგრევე და ჩაუდოთ აქ. ერთიც? კიდე? ბიჭო, პრინციპში ეგ არის რა. ავათი გამოსვლა იქნება გადაობა. მივაყუდოთ? სად მიყავს? კიდე გადმოვაგდოთ. აჰა, ეგ არის. ველოების გავუდოთ, აი ესე ავათი გამოსვლა იქნება აქედან თელი გადაობა. აბა წარმატებები. აი, ჩვენ შემიძლია წავიდეთ. წავედით. ბიჭო, არა, სამაგეროთ ახლა თავისუფლად ჩავშდები. მოდი შენ დაჟექი აქეთ. აიტა, თავისუფლად ჩაჯდომაც შეიძლება მანქანაში, რომ მოგვიყენეს აქ ზედ. ბატონო ოპერატორო, წავედით. მასხრები არიან, ამ ხელა ხალხი. ნახე ჩემი კაი. მოკლედ ჩვენ გავიარეთ უკვე 60 კილომეტრი, ხო? 60 პლუსიც გავიარეთ პრინციპში. 148 კილომეტრი გვაქვს დარჩენილი და 158 მარტო საბენზინი გავი. 171 საჩვენოს ბენზინი ახლა და ელექტროშიც რაღაც გვაქვს. 171 მანქანის გარბენია. კაი, წამოვიდე. 1-2 წავიდა. მიდი. მიდი კიდე. ვერა? არა, ხო, ვიცი, ბევრია დარჩენილი. აი, მიდი, გადმოვიდა. 1-2 წავიდა. მიდი, ბიჭო. 158 გვიჩვენებს ბენზინი. მოდიში. და 20 კილომეტრი წერლებ. სრულიად საკმარისი. აი, სრულიად მოკლედ. სრულიად. თან კონდიციონერი გვაქვს ჩართული. არა, ვარჯიშზე უნდა მე. ეგ არის, იდეალურია. კაი, წავედით. კაი, დაიცა. არა, იყოს. რა გინდა? ნახე. უგაზოთ იგორებს. მოვაწვევი. მიდი. აი, კარება კაცმა რო არიცი.
დორნიკები ჩართა, ხო? ტოლმოს ვეღარ წვე. დაჩევდი. მაინტერესებს ეხა ჩამოვთვლი რაღაცეებს და რაც აქვს შენ მანქანას მითხარი რა. ერთი წამი ჩვენი გასაჭირი გვაქვს. ცოტა სხვანაირად ხო არ დაგხვდა მანქანა. იდეალურად იყო. წეგან ბავშვი თამაშობდა ძლივს გავაკეთე. გაერთო ხო? დერო. დაშიგმა დაიგლო ძალიან. ანუ ნახევარი ხო გვედგა. და ეხლა მეოთხე დიგვიდგას. ხო და სანამ ისინი წინ არიან, ერთი 3 ლიტრა ხორ ჩავაწყავს კაპოტი. ბიჭო, არ უნდა დაეწვა ამდენი. და აღმართზე რო ვიარეთ და შეგიძლია. აღმართის თემაა სავარაუდოდ. მოიცა, ჯერ არის. თუ რაღაცა არის, რამე უთხრათ, ზრავი და უკარგეთ თქო. ან ამოუყირავთ ის თქო. ხაზზე ვარ და რა ვიცი, კომფორტულად მივდივართ, აი მოიცა მე-9 მალაზე მომაწვა მასაჟორი. და ის ტრაკის გაგრილება გვაქვს ჩართული მე და ძმაკაც და მივდივართ რა. შენ ტრაკის გახურება გაქვს თუ გაგრილება გაქვს და ისიმალე ხო ვაფშე არ მაინტერესებს. არა, და რაღაცა მეკითხებოდი, რაღაცები გაგვყარაო. ხო და ანუ შენ ტრაკის გაგრილება არ გაქვს ხო, როგორც მივხვდი. ბუბუ გააგონე ხმა. ჩვენი ტრაკის უგრილად არის. ტრაგიზ. მე ხა რაღაცებს ჩამოგითვლით. ნახოთ აბა ეს ყველაფერი თუ გაქვთ თქვენ. აი, წმოდა ვნახოთ. ფლექსაობა, მაგრამ მიზარება. კაი, საჭე. საჭე გვაქვს. კარგი, ანუ ხა რასაც ჩამოვთვლი არაფერი აღარ გექნება და სუხოი რო არ მოგვეგო, ავტოპილოტი. ავტოპილოტი გვაქვს. შენ ოპერატორ, შენ გოს. გაუშვენე ხელოვნური ინტელექტის ხოლმე ავტოპილოტი. მალადეს. კარგი, აუდიო სისტემა. აუდიო სისტემა გვაქვს. პანორამა. პანორამა კი არა, ირმის ნახტომი გვაქვს გაგრული მაღლა. ეკნება ერთი წამი. არტყი. სია გვაქვს. უსადენო დამუხტვა. ტელეფონიც იმუხტება. ზამეკანიას ხან ჩვენ მოხტავს. 8 სხვადასხვა ტიპის მასაჟი. ჩვენ ჩინური მასაჟი გვაქვს. დიდი არა. ვერ სპარავი არ მომთხოვა. თქვენთან მასაჟი ისე არ თავდება როგორც ჩვენთან. მაცივარი თუ გაქვთ ბარში ინტეგრირებულია ესეთი კითხვა მაქვს რა. მაცივები უნდათ მარტო გებს, იცი რატო? აღებულები და დადიან თავი რომ უშველოთ. მოდი ცივი წყალი დაგალევინოთ, დაგველოდე ერთი წუთი. მოსრიალება რო გინდოდეს თქო. ჩვენ როგორც მოვასრიალეთ. ეგრე იზამ თქო. ტომი ჯერი ვარ. ჩვენ მანქანას რა ფუნქციებიც აქვს? ჩვენ მანქანას ეგ ფუნქციებია აქვს. მეთიანი დისკები. ერთი წითელი და 3 შავი. ეგ GLI-ს ნავაროტკა, ერთი წითელი დისკი და 3 შავი. კი, GLI-ია ჩვენი მანქანა. ეგ ერთი პლუსი გვაქვს. მეორე პლუსი. საბურავი რო გაგიწევთ, თქვენი საბურავი რა ჟდება ერთი წალი. გააჩნია სად იყიდი გეზ მოტორში, ეხლა არის ძალიან მაგარი შეთავაზება, -40% კუმოს საბურავებზე. მიცა რეკლამა ეგრევე. მესამე, თქვენ შეგიძლია თქვენი მანქანა მოაცუროთ? როგორც ჩვენ მოვაცურეთ. მე და ძმაკაც ყველაფრის მოცურება შეგვიძლია საერთოდ რასაც საჭე აქვს. Хорошо, მაგას დავიმახსოვრებთ და მერე მოგაცურებინებთ. გაზის პედალი რო გაგეთიშოს, ტროსზე შეგიძლია ფანჯრიდან გადმოიყვანო? ეგაც სწორია. შემიცვლიან გამიკეთებენ ან ახალ მანქანას მომცემენ, მაგრამ ეგეთი რამე არ მოხდება. ეგ ბაზარი არა, მაგრამ ჩვენ 12-იანი დისკები მაინც შობია. ბაზარი არა, ძმაო. 100 კილომეტრი ჰქონდათ ელექტრო. ხო. ეხა შიდა წვის დრაუზე არიან. და უფრთხილდებიან იზბენ ავტო ვერავლენ. მაგიტო არ ადგავენ. ბენზინზე ძალიან ცოტა დააკლდა რა, იმაზე გაცილებით ნაკლები დააკლდა, ვიდრე გავიარეთ. ანუ რეალურად ამას აქვს ძალიან ჭკვიანი სისტემა, ანუ ფაქტიურად AI სისტემაა ჩათვალე. და თვითონ წყვიტავს როდის, რა მომენტში, რა ჯობია, როგორ ჯობია, ანაწილებს ერთმანეთში ამ ენერგიას და არის აი უოპტიმალურესი მაგის ხარჯზე, აი ძალიან ჭკვიანია. წეღა მქონდა დარჩენილი 158 და 20, ანუ 2 აქ მოგვაკლდა 7 კილომეტრი მოგვაკლდა და რეალურად გამოვიარეთ. ვიღაცა უნდა გავიტანო.
ცივი წყალი ხო არ გესია? ცივი წყალიც მივაწოდეთ და მე კიდე ეგენი არიან უკვე ყოფილა რამის. ხო, ნახე წეგან მე ჩემი მათემატიკა ჩავვრთე და ვითვლიდი 158 კილომეტრს მაგირა დაგუშა 117. ჰა. გამოვიარეთ 30 კილომეტრი და მოგვაკლდა 8 კილომეტრი რეინჯიდან. ხო, ანუ მაგას ვიცახი რა ნაკლები დააკლდა ვიდრე მასკნა რა. ჩვენ მე მგონი ამ საწვავით უკანას ჩამოვალ. უკანასთან არ მგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იქ რო ჩავალ თუ ეჭველი ვიცი რა. პაპელ, მე შენთან მაგ ესეთი შემოთავაზება. ესეთ ჩელენჯი გავაკეთოთ. გავიჭეროთ მანქანა, ვინმეს კითხოთ. არე მანქანისთასი და შენი მანქანისთასი. და ვინც უფრო პროცენტულად ახლოს იქნება, ვინც უფრო ახლოს გამოიცნობს, ის გუნდი იქნება გამარჯვებული და გამარჯვებული დამარცხებულს ჩაუწევს რამე კრინჯ მუსიკას თავის მანქანაში და ის გუნდი ვალდებულია მთლიანად მოისმინოს. მოსულა? მოსულა, მაგრამ თქვენ აუდიო სისტემა არ გაქვთ. ო, ბიჭო. ჩვენ გვაქვს თან გადამყვანიც გვაქვს წამოღებული და ბოლოს მობილურში შეგვიძლია ჩასმა. ბაზარი არა გვაწყობს. ან თქვენთან ბუბუ ივრერეს ქვის სიმღერას თავიდან ბოლომდე. კაი, რამეს მოვახერხებ. ეხლა მთავარია ვინმე ვიპოვოთ. ბიჭო, სალამი. შეიძლება რაღაცაზე დავნიზლავდით რა. ესეთი კითხვა გქონდა. ეს არის ვაფშე ახალი მანქანა. ცენტრში თქვენი აზრი მითხარით, რა ეღირება ეს? და მე იმაში მე რამდენი გადავიხადე. ეს არის ცენტრის 2026 წლის 7 ადგილიანი ჯიპია, 355 ცხენის ძალა აქვს და რავი, ყველაფერი აქვს რა. Souest S08 DM ჩინური ავტომობილია, მაგრამ პრემიუმ $20,000-მდე. ეს იმიტომ რომ ჩინური $70,000. ოკეი, შეიძლება ვფიქრობ. შუა გამოვა. ამ ახლოს მოდის 40-45, ხო? ეხა კარგად გაანახა, თავი დაიზვია ჩინურის კონჩი. ის ოკეი, შეიძლება ვფიქრობ. ტექნათვალიერება გავატარეთ გუშინ ძმაო. ფასმა აიწია. შეიძლება ვფიქრობ ჩემ. $1,300. პასა თქვა არის? ყოღედა. საშუალო გამოვიყვანოთ რაც ბიჭებმა თქვეს. რაღაცით ხო უნდა გადავწყვეტოთ. ორჯერ მეტი თქვა ორმა კაცმა. ანუ შენთან უფრო ახლოს იყვნენ. ჩემთან უფრო ახლა მაგას ვიზახი? ხო, მაგრამ ჩემი ფასი დაჟე ზუსტად დასვეს იმენა. $800 არ ვქნა ჯერ. 150 მივიცით ჩვენ. მაგრამ სამაგიეროდ ჩემმა მანქანა უფრო მოახდინა ეფექტი, ხო? ორჯერ ძვირი ჩანს, ვიდრე ხო, მაგრამ მე ვარ მოგებული. ყველაფერში შენ როგორ ხარ მოგებული? რამდენია? ანუ მე ვარ მოგებული, ხდები $29,000-ად, $80,000 შეგიძლია ვტოვე. ჩელენჯი იყო მოგებული მე ვარ, არა? სოსო, რასი? მეც მგონია რომ არა. არა. ნახე, ჩელენჯი სხვა რამეში აუ, იყო. ამის არხი, ამის წესებია. ჩელენჯი იყო სხვა რამეში. მადლობა ბიჭო. გაიხარეთ. რაზე იყო? მომისმინე ვიდეო. მუსიკა უნდა ჩაგირთოთ, რამე, ნებისმიერი, რაც უნდა მოისმინოთ. არა, ანუ ნახე ფასს რო გეტყოდნენ რა, ახლოს უნდა ვინ ეთქოთ უფრო მანქანის ღირებულებას. არა, პირიქით იყო. არა, ვინ უფრო ზუსტად გაარტყავდა. და ვინ უფრო ზუსტად გაარტყავდა? რა ფასები თქვენ? 70, 45 და 20. და შენს მანქანაზე $500, $500, $1,300. მოდი ნახე ჩვენ შეგვიძლია პროცენტულად ეგ გადავიყვანოთ, იმიტომ რომ ზუსტად იგივე გამოგდის რა. ხო, რა, 500 საშუალო არითმეტიკული გამოვიყვანოთ. საშუალო არითმეტიკული შეგვიძლია გამოვიყვანოთ. და მე პროცენტული დაშორება მიღებული სიკვდილით ღირეულ გადახდის ღირებულებამდე რა. $500, $1,300. პლუს 1,300. გაგე 3-ზე? ეს გავხოთ 3-ზე. $666 გამოვიდა. 20, 45, 45, 60. 60. გავხოთ 3-ზე. 41 გამოვიდა რა. ნახევარი უნდა მიგეღო. არა, პროცენტული დაშორება მაინც მეტი გქონდა. აზრია. გამარჯობა. წავედი. მოკლედ მე და ხერომ მოვილაპარაკეთ გამოგარი და ბაგები იმ სიმღერას რეპერერია ტოქსი გავისროლეთ ხويا ტოქსი თუ ტექსი გავისრო მაგითი გვაშინე Это я токсик, это мой друг Шако. Я родился в городе Тбилиси и очень люблю мою город, люблю мою страну, улицы, на которой повесили твоя, чем ты смогла, дайчера. Прости, брат, чем ты сам минута? Ты там отмосферу, йо, сигареты чамизо. ხოდა აბა მიდი მე ყვასი პოპი და მე ყვას ბრეიკდანსი, йо. ვაფშე რო იცოდეთ მე ვარ ეგ ტოქსი რა. მე რო არ აიწყო კარიერა, დავანებე თავი. ავტომობილებზე გადავიდა ვერე. ნელ-ნელა ბორჯომს უახლოვდები და თან ჩელენჯის დროც დადგა. ეს ისეთი ჩელენჯია, რომელსაც დარწმუნებული ვარ ისინი ვერ გააკეთებენ. პაპელ, მოდი ერთი ესეთი ჩელენჯი. იგივეს გააკეთებ თუ არა, რასაც მე ვიზავ. რა სიტყვი? ნებისმიერ რამეზე იყოს ოღონდ. რასაც მე ვიზავ თემა? Yes. იდი რა უნდა ქნა ვაგონქაინს მიდი. კაი.
მოწყვიტოთ. ხერო მოწყვეტავს თუ არა Subaru VW-ის. მიდი. ნახე ხარ არ მოძავსიკან არ მოგდევს. მიდი. ბიჭო. ოპა. დაწოლებული ხარ კარგი აზრია. შენ კენაცა. აუ, ისეთი პატარა მანქანაა, დაჟე. ხერო ბლაუკები ხო გაწვია შიგნიდან. ისეთი პატარა მანქანაა, რომ საპაკრეშკეებზეც კი შიგნით ვარდებით რა. ბიჭო, ხედი ქანაობს გარედან თუ მეჩვენება. რიჰირს გადასვლა. მიდი. ხერო გადმოხდი დროზე გადმოხდი. ჩვენ უნდა ვიაროთ ამეებზე და ნახე შიგნით გვივარდება ერთი თვალი და არ ჩაგვიტყდეს. ხომ არა, არ არის მაქსისკე მანქანა. დაჟე ამას ოდნავ განიერი მანქანა უნდა. გვერდზე დიდი ფიცრები ალაგია რომ მანქანა ისე გაიაროს და ის ვერ ეტევა, ანუ ვიწროა და ფიცრებზე ვერ ფიცრებშია კიდე ჩამხდა. ხო და ესეთი რაც არის დაალაგებული ეგეთი. შეიძლება ჩატყდეს. ხო, ძალიან ის არის, რა ქვია, ჩვეულებრივი ფიცრებია და თავი არ მოყვეს რამეში. კარგას მივდივართ. რავი, აქეთა ჩემი მხარე არ ვარდება. მე მგონი ესაც არ ვარდება. ეხლა რომ სტრესზე დაგვიყოს მანქანა რას ვფიქრობ? პროცივზე? კი. ხო არ გადაო. ეხლა რო ჩავარდეთ, ბუბუ დანძრეული. რატო გავსურვოთ? ნახე რა მაგრო ქანაო. შე კარგად თუ ხარ, ბიჭო გაჩერდი. ოახ. ეს არის ერთადერთი ადგილი, სადაც რემენი არ უნდა გაიკეთო. ეს ჩვენი ხმებია? ხო. აუ, ძმაკაც, მე მგონი ჩვენც უნდა ვქნათ რა. არა. მიდი. არა, მოიხოდე. მანქანით არ შევალ, შანსი არ არის. იმაქაც რომ რამე მოუვიდეს. გარანტია არ უგიშველის არა. გარანტია, მათ საერთოდ არ დაგვეხმარება, არა. ანუ ვერ გადავხდი, იმიტომ რომ ღრმა არ არისო რა. მეტრა ნახევარიაო. ერთი წამი ამას ხო ხედავთ. სიუად გასწორება, ხოლო ჩემთან. კაი, ანუ რა სიძახის რო ეხა არ მინდა მე ამ იქ არ გადავალ, მაგრამ კაი, გავზომოთ. მოიცა, ცხვირი გავზომოთ, ცხვირი უნდა შევიდეს ჯერ. ტრაკი წვრილი აქვს უფრო. კრილოც დიდი აქვს. 2.5 ნაბიჯია რა. აი ამ ხელა ზუსტად. 100 ამ ხელა? ხელი არ შემიშალოთ. დავაი, მიდი. ეს გზაზე ესია პიროს გადასვლას მე მგონი. თუ რამე მორგში მაიკას მარტივად გამხდია. სოუისტი მომაკდა ფრთხილად რა ვიცი. ბიჭო, არა, გატევით უპრობლემოდ გაეტევა რა. მოიცა, ვერ ვეტევის. არა, გატევით უპრობლემოდ გაეტევა, მაგრამ არ გავალაგ. მე ვიარა. მართალია ზუსტად სოუისტი ზომები იდეალურად ვერ აიღეს და არიციან გაეტევა თუ არა ხიდზე და მაგიტო თავით შეიგავეს. თუმცა შემდეგი ჩვენი ლოკაცია არის ერთი გემრიელი ლოკაცია, სადაც დავჯდებით, გემრიელად მივირთმევთ, ცოტა აზემოვალთ, რომ აბასტუნამდე ავაღწიოთ. ბიჭებო. რენჯი რამდენი დაგჭათ? 135 კილომეტრი ბენზინით და 18 კილომეტრი დილით. 145 არ ქონდათ იქიდან რომ წამოვიდნენ? კი. ძალიან ცოტა ხარჯავს. ხო და ეგრე ცოტას ხარჯავს. თავიდან თბილისიდან რომ გამოვით 6.5 ლიტრი ეწერა 100 კილომეტრზე კაცო. სწრაფად რომ მოვდიოდი რომ გადაღებაზე გვაგვიანდებოდა და ეხლა წერია 4 ლიტრი. 4-ზე ჩამოვიდა? 6.5-დან ჩამოვიდა თან. 4.5 უწერია ოფიციალურად. მაგრამ 4-ზე ჩამოსული. კი. ჩვენი რამდენზე ჩამოვიდა? ჩვენ თქვენთან უფრო თავგადასავლებით ავსე ყველაფერი. რო არიცი მომავალში რა გევალდება რა. ჩვენ ყველაფერი ვიცით წინ. სამაგიეროდ ჩვენ ხიდზე არ ჩავარდებით, სუბუქები ვართ. საჭმელს ვინმე მალე მოგვიტანს. საჭმელი მოიტანეს უკვე და აგერ ბიჭებმა ხაჭაპური დაიწყეს და გონი ჯობია რომ ხიდზე გადასვლაზე რომ მოგლატავები. ეხლა მოდი, მე გამოგიწყობ ესეც შელებს რა. რასაც მე ვიზავ, შენ იმას ვერ გააკეთე. მანქანით იმედია. მანქანით ხო? არა, მე შპაგატს არ ამის ფორმის. არა, არც ბალატის ეკვა არ ვიცი. ხო. უყურე, რომ გავაკეთო. აი შეხედე? უყურე. ტადამ! ამას როგორ ვიზავ? წამოვანახოთ კლასი რა. მე აზზე არა. ნახე? ამასაც არა, ეგ ფუნქცია. კი. просто გრუშტელზე არ უნდა მოგიხდეს.
ნახე? ვა. და შეგიძლია კროკოსნეკი აიღო აქედან. ეს იმ არის, რა. ია? აკრას ტკბილი მინდოდა. მოდი, აბა აქედან გადმოდი. რა არის, არ არის შოკოლადიანები, არა. აუ, შოკოლადი. ხერო, აქედან გადმოდი და მოგებას ჩაგითხრა. ოღონდ ეს ქედები დაბლა უნდა ჩამოხო. ხო რა, ეს რა. აუ. ხერო. ტაიკვანდო flexible ხარ, ხე? ტაიკვანდო თავისაშრება. ეხლა მე მაგ 2-0 ხო? მე 2-0 კი არა, მე მაგ ეხლა 3-0 კაცო. შემდეგი და 18-0. ან მე ამ ღილაკს დავაწვევი და ჩვენ მანქანა დაიქოქებ. აი, ნახე, რეებზე დაგვდევეთ. ეხლა მე ხელით ამოვწევ, რუჩნოი და ტროსის ხმა იქნება. ბიჭი იყო ეხლა ეს დაიქოქებოდა თავისით, მაგრამ ჰა. დაიქოქება. ან გძელი ხელი ოქრო. დაждები? ავედი? დამო ხო. აბა შენ თვალი ხარ და. თვალი არა ვარ, ნასვამი ვარ. დალეული ვარ. ეხლა იქიდან გამომდინარე რომ კამერა კარს მიყვება ხერო, ჩვენ შეგვიძლია უკნათ ესე ჩავრთოთ და გადავუღოთ. Full HD-ს შეგვიძლია ვიდეოც გადავუღოთ, ფოტოებიც გადავუღოთ. და ამ დეშკამს აქვს კიდე ძალიან მაგარი პლუსი, რომ სიჩქარეში ხარ, პარკინგი ამოწეული გაქვს, ჩაწეული ღვედი ხო არ გაქვს გახსნილი, პავაროტნიკები, აი ფარი, ბადი, დალნი, გლუჟნი, ყველაფერს იმახსოვრებს საერთოდ. ასფალტზე სიარული ყველა მანქანას შეუძლია, მაგრამ მოდით ცოტა off-road-ზეც გადავიდეთ და ვნახოთ როგორ დადის $800-იანი მანქანა და როგორ დადის South-ი, იმიტომ რომ South-ის სისტემას მაინდა-მაინც კარგად არ ვიცნობ და საინტერესოა აღმართს ესაც მოჭიდება მაინდა-მაინც არ აქვს არც ერთ მანქანას, რამდენად კარგად გაართმევს თავს. განკარგად მიდის ხო? რბილად. თითქოს სახლის სამსახურში ვარ გამოსული. არც კი დაბუქსავებო. მე მგონი ნახე. ნიხვად გააქვს აწვალდა. ვაიმე დაგვენძრა. რა აღმართირისა რა off-road-ი. მედი. დავატრიალ და ზანით ავიდეთ. რას გონით მოგვიწევს მე მგონი ასვლა ისე შენ? ცოტა რას გონით ხო ვიცით? ანუ მაღალ ბრუნზე თუ არ იმუშავა ვერავალთ. ხო, მაგიტო გეუბნები. ბუქსაო. გამფეთ. მაღალ ბრუნებში მაგრადმია გზმაო. ხერო, მე და ძმაკაცი ვიძახით რომ მადლობა ამ გამოცდილებისთვის. რომ ესეთ hardcore off-road-ზე პირველად ვარ. მოვიდა Subaru. თუ კარტერი არ დავტოვე მოვიდა. კარტერით მოხვედი თუ კარტერით უგარეშო? ვაფშე dry sump ხო არ არის? მარცხნივ გადადი. ეხლავე შტურმან. რამხელა off-road-ია ბიჭო ეს. ეცა 1 2 აი კიდე წავიდა. შენი. ხერო ამოხვედი ნახე. რადგან მთელი გზა ვჩხუბობდით თუ ვისი მანქანა იყო უფრო პრაქტიკული და უკეთესი, გადავწყვიტეთ რომ შეგვეცვალა მანქანები რამდენიმე კილომეტრი და გაგვეტესტა South-ი რამდენად კომფორტულია და რამდენად სასიამოვნოა მაგისტარება და ასევე რა თქმა უნდა ბიჭები გატესტავდნენ ჩვენი Subaru რამდენად პრაქტიკულია, რამდენად კომფორტულია და თუ როგორ მუშაობს კონდიციონერი. ნუ მართალია კონდიციონერი არ აქვს, მაგრამ რაღაცით მაინც იმედი აგრილდებიან. რა სიმშვიდე. აუ იმენა არ დაგვაცადეს. დაუწევ და უფრო სიმშვიდე იქნება. წადი. არა, აი, ჩაიწიევსიო. ბიჭო, აი, რა სიმშვიდეა. მთელი დღეა დავდივარ და ესეც სიმშვიდეში ჯერ არ ყოფილვარ. კაკები ხო არ გესიამოვნება? მარილიანია. არა. აუ ეტაიცა. ჩვენ იმას ვეღარ დავებოდით. აუ ეს მანქანა აბასთუმაში კი არა იმის იქითაც წავა ბიჭო გადაო. რამდენი კილომეტრია დარჩენია? 30 კილომეტრია და ეს 80 ეს გაივის კიდე 87. ბენზინი არ არის და მაგიტო უჭირს.
არა, მე ღვედი უნდა გავიკეთო თუ მუშაობს. იწრებინებს ხო? თუ არ გაიგე. ხო. გზაში სოკარი შეხვდება. ამაში 1 ლარი ჩავამატოთ და ჩავალთ. ას ბენზინის სუნია, რა სიმშვიდეა. მე რა ტუნები შემოაქვს, ხო? რემენს უყურე. ჩაიგედა. ვა, მუშაობს, კაია. დაუხარჯოთ საწვავი? არ დაუხარჯო, მე დაგვიწყებენ წაგვაგებინეო და. ია, ჩვეულებრივ. ბიჭო. რა მაგრა? რაცია გათიშე რა. მაგრამ ამ ხელოსიფია. სარკე გამისცა. ბიჭებო, მაციორში რედბულია. რა დაობ გააძრე, სად არის მაცივარი? საით გინდა? ცოტა შემოწიე. აქეთ პირიქით, ხო, კაია. ვაიმე ისინი დაბიოები სად არის? ანეტა, სად ბიჭო, აი, წეგან გადაღებაზე ზემოდან მაგიტო გვიყურებდნენ? ალბათ სავარაუდოდ რაციაც აღარ იჭერს, რაღაც ბანძი რაცია იქნება სავარაუდოდ. სალონის განათება გვაქვს და ეხა მე ერთი ეჭვი გამიჩნდა რა. იმათმა დაგვაგოიმეს და თბილისში დაგაზეს. და რაციაც გათიშეს. და ეხა აკრობეზი გადავიდეს და ჩვენ დავჭირ და ისინი წავიდნენ. არ ვიცი, მაგრამ აშკარად დაგვაგოიმეს და წავიდნენ თბილისში, ნახე. აი უკანა სავარძელზე რო დავჭრე და ისევატო რო უფრო კომფორტულად ვიქნებოდი. შეიძლება. მაქანა დააბრუნეთ ბიჭო. ბიჭო, ნახე, უკანა სიდენიაზე დევს 10 ლიტრიანით ბენზინი რა. აბა, ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ. ნახე, გადაღება ესე ვერ მორჩება, მან ბენზინი უნდა გამოიჭიროს, მაგრამ ამ ვიდრე კომფორტულად მივდივარ და ბიჭო, დაგვეციეთ მაინც არო ბენზინი გამოვლიოთ. 40-ით მივდივართ. აუ რა ხელა მესამეა. კარგი ბიჭო, კარგი, ნელა. 80-ით მივდივარ. 80-ით ამ გზაზე 50-იან წერია ნორმალური მანქანებისთვის. ამით რატომ ვიდიხარ 80-ი? განაზიათა გაჩერდით მართლა. ალექს, დაუბრუნოთ ბიჭებს თავის მანქანა. დააბრუნე ერთ ზღვასა რა. როგორ მინდოდა გათავებულიყო თქვენ ხელში. გაჩერება. ეხა დაჯექით მანქანაში და კარგად ზადებოდი. წამ მე დავждები რა. კაია დააკონკრეტული. ბევრის არ არის დარჩენილი ისე აბასთუმამდე. სიმღერები. დავждები. არა. დარჩენილი, მაგრამ ჩვენ მაინც ჩავდრაკ. დავიბრუნე ჩემი სავარძელი, ბეჭო. ეს ახლა თუ შეიძლება night mode-ზე გადამიყვანო. მოკლედ ჩვენ დარჩენილი გვაქვს, ეხავე გადავიყვან, ჩვენ დარჩენილი გვაქვს კიდევ 77 კილომეტრი საწვავი და 19 კილომეტრი ბატარეა და აბასთუმანში კი არა, სადაც გინდა იქ ჩავალ. საერთოდ რატო აქვს ამბიცია რომ აბასთუმანში ჩავალ? ჩამოყვებიან არა. თუ შეიძლება დაბრძანდით კამერა და წავიდეთ. წავედით. ვახ. როგორი აგრესიული მძღოლია? და წავე ხაშე. ბიჭო, შენ თუ გინდა რომ ვერ ავახციოთ, პირდაპირ თქვი. ვეღარ ავახცევთ, აი ამას დარჩა ალბათ 200 გრამი ბენზინი. 200 გრამი მე 30 კილომეტრი არ უნდა გაიაროს ამან? აღმართებია, თორე გაივლიდა. ბიჭო, რამდენი დარჩა 1-4-5 კილომეტრი? არა, მეტია ჯერ მეტია. მეტია ჯიგარო. აღმართებს ვეღარ უძლებს. ჩვენს თუ ავედით ძმაო, ხელი ხელს ჩამოვართვათ იმათ. არც თქვენი და არც ჩვენი თქოთ, უთხრათ. ძველიც მაგარია თქოთ და ახალიც მაგარია. და არა. მენა. მიდი. ეუ, მიდი მიაწექი ბუბუ. ზრევა ჩემი კაცი. რა მოხდა, მშვიდობა გააქვს? ბიჭო, კი. გაგითავდათ ბენზინი? არა, არ იქოქეო ბენზრა. ლაშას მამა გარდაიცვალა. და მოგვიანებით ხო? ბიჭო, არა, ეხა სიმართლე რო ვთქვათ. არა, არ მინდა დახმარება. ბიჭო, მე მინდა მაინც ვაღიარო, რომ ძველი მანქანები ძალიან მაგარია, თუმცა ახალი ტექნოლოგიები ცოტათი უკეთესია. ძველი მანქანა და ახალი არ ვიცი, მაგრამ კლასიკური მანქანა, კარგი კლასიკური მანქანა, ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ სრულიად სხვა დანიშნულება აქვს ვიდრე ახალ მანქანას.
როცა ეკონომიაში, კომფორტში, ტექნოლოგიაში და ეგეთ რაღაცებში ადარებ ახალ მანქანას, ძველ მანქანას ყოველთვის წაგებული გამოხვალ. იმიტომ რომ ტექნოლოგია მაგეთ მიდის, რომ ცდილობს რომ ეკონომიური თანამედროვე ადამიანის თანამედროვე მოთხოვნად ჩავამატოთ, რა გაუძლებს? აი არა, ნახე, მაიტა ჩამასხმოვის ბენზინსა და პატევი მაინც გვეცი და ბენზინი ხელიდან არ კი, აქად. მაიტა. ეს საიდან იქნება? მოიცა გადიღეთ მაგას. ჩაულწე რა ბიჭებს რა. ხერო. მე მოგინათება შენ ჩავალ. გაიღო? ბიჭო, ის ჩასასხმელი სად არის? სულ მაგაზე ვეჭუბები, რომ ეს სახურავზე, ნუბე. რამდენჯერ დამიკარგეს? ბიჭო, დაბრი არ გვინდა? რა ვიცი. მოიცა აბა. ვედი შეიკაზე. ჩეკროვი მაგ წავდი და უკაზეთ ფილში. რამე მაგა გიტანოს. აუ, ჩემი ბიჭო, ანუ ეხა ამით დავტოვეს და თვითონ წავიდნენ? ხო იცი, რას უნდა ქნა? არხი გამოიწერე და დაგველოდე შემდეგ ვიდეოით. აბა, კარგად.